მივესალმებით ტელემაყურებელს, მოგესალმებით. ვითარება შეიძლება ითქვას საკმაოდ რთულია. როგორც თქვით, ინგა, ჩვენ გვინდოდა რომ ახალ საფეხურებზე გადასულიყო ქვეყანა, ამის შესაძლებლობა რეალურად გაჩნდა. შეიქმნა, შეიძლება ითქვას, შესაძლებლობების ფანჯარა მოვლენათა გარკვეული ერთობლიობით. და გაგახსენებთ, რომ პირველ ჯერზე ქართული ოცნება ფეხს ითრევდა, რომ ჩვენ განაცხადი გაგვეკეთებინა კანდიდატობის მოთხოვნით და პროტესტმა მაშინ აიძულა ხელისუფლება, რომ ეს ნაბიჯი გადაედგათ. შემდგომ იყო უკვე კანდიდატობის მიღება არ მიღების თემა და ევროპულმა საზოგადოებამ მაშინ ძალიან დიდ სულოვნად გადადგა ნაბიჯი იმისკენ, რომ საქართველოს ქართველი ხალხისათვის მათ გაეწიათ ანგარიში და იმ განვლილი გზის გამო, რომელიც საქართველომ ბრძოლით გაიარა მთელი ამ ხნის განმავლობაში თავისუფლების და დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე, რომ ეს გარკვეულწილად აღენიშნათ და ჩვენ მოგვანიჭეს კანდიდატობა. მაგრამ კანდიდატობის მონიჭებამდეც და მონიჭების შემდგომაც ყველა ის მოთხოვნა, რომელიც იყო დაყენებული საქართველოს ხელისუფლების წინაშე, ჩვენ ნახეთ, რომ არათუ შესრულდა, არამედ სიტუაცია სულ უფრო და უფრო გაუარესდა. არჩევნების შემდგომ პერიოდში, როდესაც ჩვენ ნახეთ არჩევნების ძალიან მძიმე ფორმით გაყალბება და სწრაფვა სურვილი ბიძინა ივანიშვილისა, რომ მათ შეექმნათ ერთპარტიული პარლამენტი. მე ვგულისხმობ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების სურვილს, რასაც სხვათა შორის გვიანონსებდა ბიძინა ივანიშვილი და ამ საკითხს თქვენის ნებართვით ცოტა მერე დაუბრუნდები, რისთვის ჭირდებოდათ მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა და რატომ იყვნენ ასე მოწადინებული, რომ აუცილებლად ეს რაოდენობა ყოლოდათ პარლამენტში. იმიტომ რომ კონსტიტუციითაა განსაზღვრული ამ ქვეყნის საგარეო კურსი. ამაშია სწორედ საქმე, ამას გულისხმობ ერთი, მაგრამ მიუხედავად ამ განსაზღვრისა და კონსტიტუციის ძალიან ცხადი დებულებისა, ჩვენ ნახეთ 28 ნოემბერს, როდესაც არჩევნების შემდეგ პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრად წოდებულმა კობახიძემ გააკეთა განაცხადი იმის თაობაზე, რომ ჩერდებოდა პროცესი ევროკავშირში ინტეგრაციისა. ჩვენ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ პროგრესი მაინც ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებდა არც ერთ რეკომენდაციას, მაინც მათი მხრიდან ცხადია, ეს იყო უმძიმესი განაცხადი და ამ განაცხადს მოყვა ძალიან სერიოზული პროტესტი და დარჩა რეალობა ასეთი, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეცვალა კონსტიტუცია, იმიტომ რომ ვერ მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა და საერთოდ ვერ მიიღო აღიარება საპარლამენტო ლეგიტიმაციის თვალსაზრისით და მან დაიწყო უკვე საკანონმდებლო დონეზე რეპრესიული კანონმდებლობის შექმნა და ასე გადატეხვა შეეცადა საქართველოში სიტუაციისა და პროტესტისა. ამაში თქვენ როგორ ფიქრობთ, ხელი შეუწყო თუ არა გარემოებამ, რომ ისინი მარტო აღმოჩნდნენ პარლამენტში? აი ამ გადასახედიდან გავიდა ხო 2024 წლის არჩევნებიდან საკმაოდ დიდი დრო იმისთვის, რომ რაღაცეების შეფასება გავაკეთოთ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი იყო მათი მარტო დატოვება პარლამენტში, ანუ 60 ოპოზიციონერი პარლამენტში შეცვლიდა თუ არა სურათს, თუნდაც მიტაცებული არჩევნების შემდეგ მანდატებზე უარი რომ არ თქმულიყო. მე ახლა ამ კითხვას გისვამთ უკვე ამ გადასახედიდან თავის დროზე თუ გაიარეთ ეს რისკები, ვიდრე მიიღებდა ოპოზიცია გადაწყვეტილებას, რომ უარი ეთქვათ პარლამენტში შესვლაზე და მართლა მარტო სახლში დაეტოვებინათ ოცნება, რომელმაც ყველანაირი რეკორდი მოხსნა რეპრესიული კანონების მიღების თვალსაზრისით. იგა, სწორი სიტყვა ახსენეთ, გაიარეთ თუ არა რისკები. ეს გადაწყვეტილება იყო საკმაოდ რისკიანი. არავინ არ ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება იყო ძალიან ცხად შედეგებზე გათვლილი. ერთი შედეგი, რაც უპირობოდ დადგა და ჩვენ ამას ყველა ვხედავთ, არის ის, რომ ლეგიტიმაცია ვერ მიიღო ბიძინა ივანიშვილმა და მის მიერ, ასე ვთქვათ, მოყვანილმა ამ ხალხმა. უნდა არ უნდა ქართულ ოცნებას, მას აქვს კოჭლი პარლამენტი იმ გაგებით, რომ ამ პარლამენტში მას ყავს
ცოტა ხალხი საკონსტიტუციო უმრავლესობის თვალსაზრისით იმ კანონებს ხალხის ციხეში რის გამოცა იღებს, მაგრამ თუ დავაკვირდებით თითოეული მილოცვა ან რაღაცა საახალწლო ან დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დასავლური, ასე ვთქვათ, სახელმწიფოებისაგან ან ლიდერებისაგან მათ როგორც ცდილობენ ისინი რომ ეს წარმოაჩინონ უდიდეს მიღწევად. ანუ როგორც არ უნდა თქვან რომ მათ არ აქვთ ეს პრობლემა, მათ ეს პრობლემა ცხადია აქვთ. მარტო უნდა ყოფილიყვნენ თუ არა, რა თქმა უნდა, ბევრი ვინმე ამბობს რომ აი 61 აქტიური პარლამენტარი პარლამენტში სულ სხვა სიტუაცია შექმნი და არის რაღაც ამ მოსაზრებას აქვს საფუძველი, მაგრამ არავინ არ იცის ეს 61 შენარჩუნდებოდა თუ არა ბოლომდე 61-ად და რთულია განსაზღვრო ისეთ ხელისუფლებასთან, როგორთანაც ჩვენ გვაქვს საქმე, რომ ვინმე გადავიდოდა თუ არა, ცდუნდებოდა თუ არა და აღმოჩნდებოდა თუ არა. მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო ბოიკოტი მაინც იყო გამართლებული. შეიძლება ეს ისტორიამ კიდევ უფრო მეტად შეაფასოს, იმიტომ რომ ჩვენ სუბიექტურები ვართ, იმიტომ რომ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. მე დღემდე იგივე განცდა მაქვს 2008 წლის არჩევნებთან დაკავშირებით. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი მაშინ, რომ ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ ბევრი კრიტიკა მომისმენია და განსხვავებული აზრი შემდეგ პერიოდში და ისტორიამ განსაჯოს დაე, მაგრამ რაც რეალურად არსებობს, ეს შედეგი დღეს არსებობს და ბიძინა ივანიშვილს ეს პრობლემა აქვს. მაგრამ და ის რომელიც როგორ უნდა შევაკაოთ ეხლა? აი დავუკვირდეთ ბოლო დღეებში რა ხდება. არაფერს ვამბობ პოლიტიკური ლიდერების კიდევ ერთხელ ვიტყვი არნახულად სწრაფი ტემპით მიმდინარე სასამართლოებზე, რაც სხვა არაფრის მომასწავებელია თუ არა იმ გადაწყვეტილებისა, რომ კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური ლიდერი აიყვანოს მორიგჯერზე მძევლად ამ პარტიამ, მაგრამ ჩვენ ვუყურებთ სტუდენტებს ადგებიან უნივერსიტეტებში, ასაკოვან ღვაწლმოსილ ადამიანებს უშვებენ ციხეში, სამოქალაქო აქტივისტებს და სხვათა შორის ბოლო დღეებში ეს ძალიან სწრაფი ტემპებით გააქტიურეს რეპრესიების მორიგი ტალღა. როგორ უნდა შევაკაოთ ჩვენ? თუ არც პარტნიორების მოთხოვნაზე არ მიდიან, თუ არაპირებენ რაიმეს დათმობას, ესე დაუსრულებლად რეპრესიები შეიძლება გაგრძელდეს, მართლა დაუჯერებელია. დარწმუნებული ვარ, ვერასოდეს ამას ვერ გათვლიდით, მე ნამდვილად ვერ გავთვლიდი, რომ მაგალითად Facebook-ზე ადამიანი რაღაცას დაწერდა და ამის გამო პასუხისმგებლობა დადგებოდა ან ტროტუარზე დგომის გამო ციხეში გაუშვებდნენ. ხო, ინგა, აქ არის ერთი ამბავი, სხვათა შორის სასამართლო პროცესებს ახსენებდით და დღეს ბადრი ჯაფარიძე სასამართლოდან რომ დაბრუნდა, მანამდე ძალიან კომიკურად მიმდინარეობდა მართლაც არანაირი მტკიცებულებები, მოწმეები ძალიან კომიკური საქციელით გამოირჩევიან სამწუხაროდ და სულ ასე ვთქვათ იუმორში მიდიოდა ეს თემა და დღეს მოვიდა შეძრული ბადრი ჯაფარიძე და ამბობდა, რომ მე მსგავსი არაფერი არ მინახავს მოწმის ქმედებასთან დაკავშირებით ადამიანი, რომელიც გამოდიოდა ცრუ მოწმეთ და ამბობდა, რომ ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ ჟესტიკულაციით ანიშნეს ხალხს შეჭრისკენ მოუწოდეს, მაგრამ როგორც კი ეკითხებოდი, ან სად მოხდა ეს, ან ვისთან იდგა, რა ეცვა, რა მოძრაობები გააკეთა, არაფერი ამის თაობაზე მოწმე მარიცის, მაგრამ სასამართლო ამას იღებს როგორც უტყუარ მტკიცებულებას. ხშირად ამბობენ ხოლმე ეს ხალხი, აი ქართული ოცნების წარმომადგენლები, რაღაცა ეკლესიურობაზე დებენ თავს, მართლმადიდებლობაზე. თუ სადმე, ოდესმე, რაიმე რელიგიური ლიტერატურა გადაუფურცლავთ, ან წირვაზე ცნობიერად დასწრებიან როდისმე, იციან თუ არა, ცილის წამება რამხელა ცოდვა არის ადამიანის მიერ ჩადენილი. ცილის წამება არის ერთ-ერთი ყველაზე უმძიმესი ცოდვა და ცილის მწამებლები არიან, ამ უმძიმეს ცოდვაში არიან. კონკრეტული მოწმე, რომელიც გამოდის როგორც ცილის მწამებელი, პროკურორები და გამომძიებლები, რომლებიც ამ მოწმეს არჩევენ, რომ მას ტყუილი ატკმევინონ, მოსამართლე, რომელიც იწყნარებს
მის მიერ ნათქვამ ტყუილებს და ბიძინა ივანიშვილი მთელი თავისი ქართული ოცნებით, იმიტომ რომ ისინი აიძულებენ ხალხს რომ ათქმევინონ ესეთი არაადამიანური ტყუილები და სტუდენტები, ჩვენი ახალგაზრდები, რომლებიც სინდისის პატიმრების სახელით უკვე სხედან ციხეში, პოლიტიკური ლიდერები, ელენე ხოშტარია აგერ თავისი შერყეული ჯანმრთელობის მდგომარეობით, ასევე მზია ამაღლობელი, ასევე შერყეული ჯანმრთელობის მდგომარეობით და ჩვენი, ასე ვთქვათ, ლიდერები, რომლებიც არავინ არ იცის ხვალ ზეგ ასეთ დაჩქარებულ ტემპში როგორი დღე გათენდება, მაგრამ არის ერთი ამბავი, სადაც ძალიან უჭირს ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს და ისინი სულ ცდილობენ რომ ჩვენ გვამყოფონ აი ამ პრობლემების მიღმა და რაღაცა სიგიჟეებზე გვალაპარაკონ ყოველდღიურად. მაგალითად, პაპუაშვილი იტყვის, რომ საბჭოთა კავშირი და დღევანდელი რუსეთი თუ ლახავს ჩვენ სუვერენიტეტს რაღაცა ნაწილში, თურმე ევროკავშირი მთლიანად ლახავს მთელ საქართველოს ტერიტორიაზე სუვერენიტეტს და შენ გიждები და გინდა რომ გამოხვიდე და ნუ აი არ ვიცი, რაღაცა საშინელებები უთხრა ამ ადამიანებს და იყვირო, იკივლო, იწივლო, გინება აღარ შეიძლება ლანძღვა და წყევლა აღარ შეიძლება, ხო? ისეთი რეალობა შექმნეს, მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ, რომ ბიძინა ივანიშვილსაც, კობახიძესაც, რომელიც აი რაღაც ფანტასმაგორიულ ამბებს ამბობს ყოველდღიურად, შალვა პაპუაშვილსაც, რომელიც უსინდისოდ იტყუება, გამორჩეული ადამიანია ამ თვალსაზრისით და თითოეული მათგანი, რომელიც მიკროფონთან მიდის ან ტელეეთერის წინ ლაპარაკობს, ისინი ცდილობენ, რომ რეალური პრობლემებიდან ყურადღება გადაგვატანონ. ანუ შოკურ თერაპიას ატარებენ ერთგვარს ამას ამბობ. ინგა, წარმოიდგინეთ, დღეს ერთი ბავშვი კიდე კომაშია იმის გამო, რომ ატრაქციონი ჩამოინგრა და დაეცა ბავშვს. და ამ თავს იმართლებენ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები, რომ ბავშვებმა მოარყიეს ესო და თვითონ რისკის არსებობენ. აღარ გავიმეორებ იმ შემთხვევებს, რომლებიც ჩვენ სამ წლებში უბედურებები დატრიალდა და ჩვენ ხედავთ, რომ არავინ პასუხისმგებლობას არ იღებს. სად არის კახიკალაძის პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე? სად არის კობახიძის პასუხისმგებლობა ან ბიძინა ივანიშვილს, არ ვიცი როგორ უნდა მოვთხოვოთ პასუხი, როდესაც კორუფციაშია ყველამდე ჩაფლული ყველა უწყება. თვითონაც აღარ მალავენ. ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვლაპარაკობდით, ხომ? ხან ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას ვითხოვდით, ხან საგამოძიებო კომისიების შექმნას პარლამენტში ვამბობ, გასულ პარლამენტში, მაგრამ ისინი გვეუბნებოდნენ, რომ ეს არის თითიდან გამოწოვილი თემები და რომ კორუფცია არ არსებობს. საშინელი თავდასხმის და შეტევის მსხვერპლი იყო წლების განმავლობაში ტევე პირველი და კონკრეტულად ნოდარ მელაძე და მისი გუნდი და აღმოჩნდა რომ რა გამოძიებებსაც ატარებდნენ ჟურნალისტურ გამოძიებებს დღეს აღმოჩნდა რომ ყველაფერი მართალი ყოფილა სხვა შორის თქვენ წეღა რომ საუბრობდით ცრუმოწმეზე უკაცრავად ფიქრი არ დაგავიწყდეთ რის თქმაც გსურდათ ცრუმოწმეებზე რომ საუბრობდით დღეს მაგალითად მარეგულირებელმა კომისიამ დაგვაჯარიმა აი ამ სიტყვების გამოყენებისთვის სინდისის პატიმრები ცრუმოწმები უკაცრავად ცრუმოწმე არ არიან? სინდისის პატიმრები არ გვისხედან ციხეში? ხო და აი ესე დღეს რაში დაჭირდათ ეხლა მაგალითად იმ თემების გაცოცხლება, რაზეც გამომძიებელი ჟურნალისტები ამ არხზე წლების განმავლობაში მოუთხრობდნენ მაყურებელს და პასუხად იღებდნენ რომ თქვენ ცრუობთ. ხო რა თქმა უნდა, ეხა აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ესეც ამ ასე ვთქვათ სქემის ნაწილია და ტელევიზიაზე თავდასხმა და კონკრეტულად ეხა მართლაც საგამოძიებო ჟურნალისტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? და რამდენი თემა გაიხსნა და როდესაც კორუფციაზე ვლაპარაკობთ, გაგახსენებთ კობახიძის ნათქვამს, რომ ჩვენ ისეთი ხალხი ყავსო, წინ რო დაუდო ფული, თვალი და ხელი არ გაექცევათ ამ ფულისკენო და წინ დაუდო კი არა, რა ვიცი მე, საიდან აღარ ადნო და მთელი ქვეყნის ბიუჯეტი ლამის ჯიბეში ჩაიდეს, მოიპარეს, ჯარისკაცებს საჭმელი მოპარეს, პენსიონერებს და სოციალურად დაუცველებს ფულს პარავენ, უპოვართა სასადილოში პარავენ ადამიანებს საჭმელს, აი მართლაც რაღაცა სამარცხვინო ოდენობის საჭმელს რომ აძლევენ, იქაც კი იპარავენ, საბავშვო ბაღებში იპარავენ, თვითონვე ასამართლებენ ამ ადამიანებს უდიდესი თანამდებობის პირები არიან, ხო?
პრემიერ-მინისტრებით დაწყებული თავდაცვის, შინაგან საქმეთა, უშიშროების მინისტრები და ვინმე სჯერა ეხლა რომ ეს ხალხი მარტო თვითონ აკეთებდა ამ საქმეებს და მათ არც ზემოთ და არც ქვემოთ შემსრულებლები არ ყავდათ. ეს არის კორუფციაში თავიდან ფეხებამდე ჩაძირული სისტემა, ამ სისტემის შენარჩუნება უნდათ, ამ ძალაუფლების შენარჩუნება უნდათ იმისთვის, რომ ფული აკეთონ, თვითონ იყვნენ მდიდრები, ევროპისკენ გზა ჩაგვიკეტონ, რუსეთის არჩივად დაგვტოვონ ამ რეალობაში, ხალხი იყოს გაღატაკებული, სოციალურად დაუცველებს ხან მოუმატებენ და ხან დააკლებენ, მაშინ რა ქვიან, საიტი შექმნესო, იმისი რა ქვიან, ფასტაკლებების, იაფი პროდუქტების და მე არ ვიცი, მაგათ გარდა საქართველოში ადამიანი არ მეგულება, ვინც ისედაც იაფ და ფასტაკლებულ პროდუქტებს არ ვეძებდეთ. არ ვეძებთ. მე არ შევდივარ მაღაზიაში, სანამ არ ჩამოვათვალიერებს, სად არის და რაზე არის ფასტაკლებები და წარმოიდგინეთ, კიდე რამდენი ადამიანი არის ჩემზე 1000-ჯერ უარეს მდგომარეობაში და ჩვენაირ ადამიანებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ უნდა მივცეთ მათ საშუალება, რომ ყურადღება გადაგვატანინონ მთლიანად აი ამ რაღაც არაადამიანურ მოღალატეობრივ ტყუილებზე. ეს ტყუილები აუცილებლად იქნება პასუხგაცემული მაშინ, როდესაც ჩვენ მივაღწევთ ხელისუფლების ცვლილებას. არავის არ შერჩება ეს ღალატი და მე დღეს ვკითხულობდი, რომ მადიარმა ლუსტრაციის თვალსაზრისით გარკვეული არქივების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო და ამ ქვეყანაში ხო არასოდეს არ დაადგა საშველი იმას, რომ ჩვენ მიგვეღო ლუსტრაციის კანონი და ჩვენ ზუსტად გვცოდნოდა, რომ ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ღია კოლაბორაციაში იყვნენ რუსულ სპეცსამსახურებთან, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც დღესაც მუდმივად ხაზზე არიან, ნაწილი ისეა გაშიფრული, რომ აღარც მალავს, მაგრამ ამ ქვეყანას ძალიან დიდი საფრთხე და ძალიან დიდი პრობლემა გაუჩინა იმან, რომ ჩვენ თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოში ვერ მოვახერხეთ სამწუხაროდ ის, რომ ლუსტრაციის კანონი მიგვეღო და ყველაფრისთვის თავისი სახელი დაგვერქმია. მადლობა და ერთი კითხვაც მოკლე პასუხისთვის, როგორია მაინც თქვენი მოლოდინი? უამრავი რამის მნახველი ხართ ქართულ პოლიტიკაში და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველა ეტაპზე ყოველთვის იყავით, ხო, ჩართული ამ პროცესებში. ეხლა როგორია თქვენი მოლოდინი, თქვენი განცდა? აი ამ დაჩქარებული ტემპი ჩანიშნული სასამართლოების მიხედვით, როგორი პროგნოზის გაკეთება შეგიძლიათ? კი, გეცინებათ მიმიკები და ჟესტებით, რომ ანიშნებდნენ თურმე ადამიანებს პარლამენტის აღებაზე, მათ შორის თქვენი პარტიის ლიდერებზე, როცა ასეთი მოწმეების ჩვენებებს ვისმენთ, მაგრამ ელოდებით, რომ შესაძლებელია შემოდგომაზე მართლა ყველა პოლიტიკური ლიდერი ისევ ციხეში აღმოჩნდეს? მე მიჭირს, რომ გამოვრიცხო ყველაზე ცუდი სცენარები. სამწუხაროდ ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რომ ამის გამორიცხვა შეუძლებელია. პლუს ჩვენს მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ ეს კაცი, ვინც მართავს თავიდან ბოლომდე ხელისუფლებას, კიდე რაღაცა ძალებზე არის დამოკიდებული და მას როდის რა გაახსენდება და ჩათვლის, ასე ვთქვათ, რაღაც ეზოთერულად თუ რაღაცა სხვა დატვირთვებიდან გამომდინარე, არავინ იცის და მას შეიძლება მართლაც კონდეს გარკვეული ჩვენ ახლა ამ დღეებში ვლაპარაკობდით, რომ ივნისში მას აშკარად უმწვავდება სიტუაცია და ბევრი ივნისი ვნახეთ ჩვენ საქართველოში ძალიან მძიმე პრობლემებით, ხო, 20 ივნისიდან დაწყებული და თუნდაც დღევანდელი ივნისით გაგრძელებული. მე როგორ გაგრძელდება ეს სიტუაცია, ამას ყველანი ვნახავთ, იმიტომ რომ გარკვეული ციკლურობაც ახლავს ამ ყველაფერს, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის განზრახვა და გადაწყვეტილებები, ჩვენ ცხადად ხედავთ ერთ რამეს, რომ ისინი უტევენ ევროკავშირს, მაგრამ ისინი არ ლაპარაკობენ თუნდაც ახლა გამოცხადებულ ანექსიაზე, რომელსაც რუსეთი ახორციელებს უკვე ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში და წეღან რომ ვამბობდი მე საკონსტიტუციო ცვლილებებს, გახსოვთ, საკონსტიტუციო ცვლილებები კიდევ მათ ერთი რამისთვის ჭირდებოდათ და ეს იყო ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით სტატუსის შეცვლისათვის გარკვეული რაოდენობა. მე აბსოლუტურად არ გამოვრიცხავ არაფერს. მე მაშინაც ძალიან სერიოზული ეჭვები გამიჩნდა, რომ რა უნდა იყოს, რისთვის ჭირდებათ ამ კონსტიტუციაში ასეთი ცვლილების შეტანა და ნამდვილად არ გამოვრიცხავ, როდესაც ვხედავ იმას, რომ ისინი
ჭრიან ყველა ტოტს, რომელზეც საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველოს თავისუფლება, საქართველოს უსაფრთხოება და ეკონომიკური კეთილდღეობა არის დაკავშირებული და ისინი ტოვებენ მხოლოდ იმ გზას, რომელიც გზაც არის გზა რუსეთთან, რომელიც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, რომელმაც მოახდინა უკვე და რომელიც ანექსიის პროცესის დიდი მადლობა. ემზადება.